ადეკვატურად, ასე ვთქვათ, ხარჯავთ. ამ კუთხით არის შესასწავლი და საკმაოდ სერიოზულადაც.Ებას მომცემთ, მეც მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო. ჩვენმა კოალიციამ სცადა პრინციპში გამოიძია, როგორ მოხდა ეს, რომ აი ეს გათიშვა დაიწყო დევნილების სახლებში, ისე რომ უმეტესობამ ამის თაობაზე არ იცოდა. სრული შესწავლა ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ აშკარა ერთი რამ, დევნილთა ნაწილს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა უნდა მოეხმარათ რამდენი და რის შემდეგ დასჭირდებოდა გადახდა. სამწუხაროდ მეორე ნაწილს არ ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს იყო გარკვეული სიზუსტე, არ ვიცი რომელი სტრუქტურისა, რომელსაც უნდა მიეწოდებინა მათთვის ინფორმაცია და ეს არ მომხდარა. ამიტომ დევნილთა ნაწილისთვის სრულიად მოულოდნელი იყო ეს გამორთვა. შესაძლოა თეორიულად მათ როდის მეუთხრეს, რომ ეს 100 კილოვატი იყო მაქსიმუმი, მაგრამ ამდაგვარ ამას არ ელოდნენ. უმეტესობა მათგანი ელოდა ამ წლის დასასრულამდე, ან ამ წლის შუამდე მაინც გადახდას. ეს ერთ-ერთი პრობლემაა ალბათ, რომლის მოგვარებაც საჭიროა. ანუ ზუსტად რომ ამ პრობლემებს ვანალიზებდით, იმიტომაც საქართველოში, თბილისში მაგალითად კეთილ 253 ობიექტში ხდება გამოსხელიანება. ანუ ეს იმიტომ კეთდება, რომ ეს პრობლემები არსებობს, ამ პრობლემებს ჩვენ ვაგვარებთ დიდი ხანია. ეხლა საზოგადოების ცნობილი გახდა ბოლო პერიოდში, ვინაიდან თვითონ საზოგადოების ინტერესი რომ მიიღო ამ თემამ, თორე ეს ფუძმეთ ხონა ჩვენ ეს პრობლემა და ბოლოს 2-3 წელიწადი სტრატეგიის შემუშავების დაწყებიდან დღემდე ამ საკითხებს ვაგვარებთ. დევნილები უშუქოთ არ ყოფილან არასდროს. და ამის მოგვარება და მართვა შეიძლება ჩვენ აგვიღია ჩვენ თავზე, მე შემიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ბაგების ჩასახლება, სოდო ჩასახლების ობიექტი, სადაც ეს პრობლემა დევნილებს ჰქონდათ. თელას იქ არ გავუბრიცხველენებით, ჩვენ გავაკეთეთ ამის ორგანიზება და ცხადია ეს ბრიცხველები არ წარმოადგენდა თელასის ბალანსს. ეს იყო უბრალოდ კონტროლისთვის. რადიკალურად გაუმჯობესდა სიტუაცია და ესეთ ცენტრებში როგორც ეს დევნილებს დეპოზიცია თანხა და მოუპოვნენ კომპანიას აქვს. ამ შემთხვევაში ვარ. რაც შეეხება ინფორმირებულობას დევნილების. ეს ძალიან მტკივნეული თემა იყო ჩემთვის, ვინაიდან მართლაც ბევრი ვიმუშავეთ, იმიტომ დევნილებს ამ შესახებ ცოდნოდა და აღმოჩნდა რომ რაღაცები არ იცოდნენ. სწორედ მე თვითონ ერთი ცდა ჩავატარე, როცა დევნილმა მითხრა არ ვიცოდიო, მე ვკითხე. აბა გავიხსენოთ როდის რა იქ. კიო რაღაცა გავიგიო, მაგრამ მე არ მეგონა თუ ეს სწრაფად მოხდებოდა. ანუ ხშირ შემთხვევაში იყო მოლოდინი დევნილებში კიდე განსხვავებული. ადამიანები ვართ, ეთქობა რაღაც ქართული ტემპერამენტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვათ რომ არ იქნება ესე ალბათ. კი ამბობენ, მაგრამ მე რა მოხდა, შევეწყვეტ სხვანაირად იყოს. მე და გამოვიკვლიე და დამაინტერესა, ჩავედით, მამასახლისები ყავს, მოგეხსენებათ, მობილური ჯგუფები ყავს, კონტაქტი გვაქვს თითოეულ დევნილთან. და ეს ინფორმაცია გავავრცელეთ. ამ პირობებში რომ დევნილები კიდე გაუცემენ რაღაც დარჩება, შემდგომ ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ ესე იგი მე ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ კარგი კომუნიკაცია გქონდეს. აღმოჩნდა კომუნიკაციის გადაცემაში კი არ იყო. ეს ჩვენი მინუსი ალბათ, რომ ზოგიერთს კი აუხსენით, მაგრამ ჩათვალა რომ ეს ახლა ეთქობა სახელმწიფო გვაჩვევს რაღაცას, ეთქობა მაინც გადაგვიხდიან, მაინც რაღაცას იზამენ სახელმწიფოა და მოგვივლიან და შეგვინახა ალბათ ეს მომენტი იყო, იმიტომ რომ ინფორმაცია ერთნაირად ხელმისაწვდომი იყო ხოლმე, სხვა ამორჩევით ინფორმაციას რომ გავავრცელებდით ჩასახლებებში. ეს მართლა ჩვენ აღმოჩნდა ჩვენთვისაც წერილობით გავხსენდა, ტელევიზიით გავხსენდა, ოფიციალური განცხადებით გაკეთდა, სიტყვიერად გავხსენდა. წერილში გაგულს თითოეულ დევნილს მისვლოდა ალბათ. გავთვალისწინებთ ამ ალტერნატივას. კონვერტების წერილები მივა და დევნილს ვერ წაიგითხოს. ეხლა პრობლემა ყოველთვის იქნება ამ კუთხით. თავი რა მომენტია, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებით კარგი გავით, შეიძლება არ ვიყავთ განსაკუთრებით კარგი, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამაც დაგვიჯეროს, როცა ვიტყვით, რომ ამას სახელმწიფო გადაიხდის, ამას აღარ გადაიხდის. საზოგადოებას უნდა დაუჯეროს ამ სიტყვას და ამ საკვალოსაც, რომ რაღაცა ამბობს ის რა შეიძლება. Nadir Minbashev from UNHCR Goy office. I just wanted to ask the government representatives, what was the basis, on the basis of what the government decided at the time has come that IDPs should start paying the bills? Was there any assessment done on the level of their livelihoods or income generation being increased, or on what basis they decided that this is the time that this amount of electricity or gas they will receive for free and this they will pay for? In addition, I would also like to mention that in Saakashvili settlement, which is in Shidakarthi, there is a common meter for the whole settlement, and at the time there is no electricity because people don't want to share the cost of another family. So actually I have two.
ანუ ორი კითხვა დაისვა, ერთი კითხვა დაისვა, რატომ მოდის და რა ლოგიკით გადავწყვეტილება გადაწყვეტილება, რომ სრულ დაფინანსებით და ელექტროობის გადავიდოდით ეტაპობრივ ნაწილობრივ დაფინანსებაზე. მარტივი გათვლა იყო თავიდან ჩადებული, რომ პირველი მოსავლის მიღების მერე, ანუ პირველი ზამთრის გადატანების გაზაფხულის და შემოდგომის შემდეგ მოხდებოდა უკვე იმ საერთო სტანდარტებში დევნილთა მოხსნა თავიდან დაგეგმილი ესე. შესაბამისად მოხდა, ანუ სექტემბერი რო დასრულდა, ოქტომბრიდან დაიწყო ეს პროექტი. როგორც კი ეხლაც მაგალითად მარტივად იგივე გვაქვს სოფლიო სასწავლო პროგრამის პროექტი, ვარიგებთ საკვებს. ჩვენ თვლით, რომ საკუთარ დარიგდეს მანამ სამდემი მიიღებენ მოიწევენ მოსავალს. ანუ ამ შემთხვევაში ოქტომბერი ეს გარდამოსული არ არის, ეს იყო ლოგიკა. ერთი, რაც შეეხება საქაშეთს. საქაშეთში, სხვათა შორის ეს საქაშეთში გაკეთდა ჩვენო პარტნიორებმა გაგვიკეთეს ამის არ გააკეთეს ამის ხეგენება და ამან პრობლემები შექმნა. შესაბამისად ამ წუთში ტოლისა და გასხლებს ამის ვაკეთებს ამას გამოყოფილი თანხები და საქაშეთს ექნება ინდივიდუალური ცხოველების. ვერ დავაბრალებთ ვერავის პარტნიორებმა გააკეთეს, აგვიშენეს ესახლებს და ბაჩუქეს და სამწუხაროდ არ გაითვალისწინეს ეს და ამიტომ ვაკეთებთ ახლა ჩვენ. ეს პერიოდი სანამ ამ ცხოველების აკეთება შესაძლებელი იყო, ცხადია, უწევდათ დევნილებს კოლექტიურად გადახდა და თქვენც ხედავთ, რომ რამდენი რთულია კოლექტიურად დევნილების ორგანიზება, ამიტომაც სახელმწიფო აკეთებს ინვესტიციას ამ ნაკლებად. მანდილოსანია დაუწყო ძალიან შესაძლებლობის ბილეთი მოხდა ასე თქვა ისარგებლო ერთი ადგილი არის შეიძლება მოკრებილოვა CHCA ჩვენი ორგანიზაცია დაახლოებით 16 წელიწადია მუშაობს დევნილებზე და მინდა გითხრათ რომ ბოლო ომის პერიოდში ჩვენ პირველი დღიდანვე ვიყავით ჩართულები იმავე კაროების ქალაქში და ძალიან კარგად ვიცით ყველა პრობლემა ბევრ მათგანზე უკვე იყო საუბარი და ამიტომ თავს ვქლება ვინმე ბოლოსკენ მომეთქვებია ის საკითხი, რომელზეც ჯერ არავის არ უსაუბრია. პირველი, ასე ვთქვათ, რჩევა ორგანიზატორებს იმდენად საინტერესო თემა, ალბათ უფრო დიდი დარბაზი საუკეთესო იქნებოდა. ერთი და მეორე შეკითხვა. თქვენ კვლევაში მე როგორც ვაკვირდებოდი, არ იყო მოხსენიებული სამშენებლო მასალების ეკოლოგიური მდგომარეობა. არ არის გამორიცხული იმ სიჩქარესა და სისწრაფეში, რითაც ხელისუფლება ჩემის აზრით გარკვეულწილად არგუმენტირებულად საუბრობს, სამშენებლო მასალების ეკოლოგიური ხარისხი იყოს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს ერთი შეკითხვა და მეორე შეკითხვა ასე ვთქვათ, ხო არ დაუდია დასკვნა თქვენ სამშენებლო ექსპერტს იმ მოკლე ვადებში შეიძლებოდა თუ არა უფრო ხარისხიანი სამშენებლო სამუშაოების წარმოება. The answer is simple. We didn't ask, so I don't know. I can't answer that question. Maybe one question suppose certainly not comprehensive. So if a community of people here decides it's necessary, I think you would have to deconstruct a cottage to answer those questions. And we were not just about to tear someone's house down. But it would be interesting. There is a very small piece of information about the wood that was used, which was donated by the Ministry of Environment. But these are not questions we looked into in detail. I believe that Green Alternatives has done some work in those questions. უშუალოდ კოტეჯებზე არა, მაგრამ საერთოდ რომ ვიცოდეთ, ჩვენს კოალიციაში სწორედ ეკოლოგიური ზემოქმედება ამავე დიდი პროექტების